მოგესალმებით. მე დავით ჟავანაძე ვარ, კორუფციის მდევარი. ეს კი პლატფორმა უმრავლესობა, სადაც თქვენ მოისმენთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხმას. თემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბროთ, საკმაოდ აქტუალური გახდა თავად სამთავრობო მედიის და სამთავრობო პროპაგანდის მიერ ბოლო წლების განმავლობაში. კერძოდ, კორუფციის აღმოფხრა ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს. როგორც იცით და არაერთი განცხადება გვაქვს მოსმენილი, ირაკლი ყობახიძე ძალიან იწონებს თავს იმით, რომ მისი მმართველობის, ესე იგი 2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ, როცა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრა, არსებითად შეიცვალა მდგომარეობა ამ მიმართულებით და საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა თურმე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით და ყველა ასე ვთქვათ მსგავსი საერთაშორისო ინდიკატორით საქართველოს მდგომარეობა უარესდება და კორუფციის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. სწორედ ამაზე მოგითხრობთ დღეს და მოვიყვან მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში ირაკლი ყობახიძის დროს საქართველოში კორუფცია არ აღმოფხვრილა, ზუსტად იგივენაირად გრძელდება ის პრაქტიკა, რომელიც ქართული ოცნების 14 წლიანი მმართველობის პირობებში იყო ირაკლი ყობახიძის პრემიერობამდეც და სწორედ აი ამ მაგალითებით გაჩვენებთ თუ რას გვატყუებს პროპაგანდა და რა მდგომარეობა არის სინამდვილეში საქართველოში კორუფციის მიმართულებით. პირველი მაგალითი, რომელიც მინდა მოგითხროთ, შეეხება თქვენთვის კარგად ცნობილ ქართული ოცნების უკვე მარადმწვანე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და მის შვილს გიორგი ჯაფარიძეს. ვიქტორ ჯაფარიძე, თქვენ იცით, რომ არის ამავე დროს პროპაგანდისტული მედია პოსტივის მეპატრონე და ის არის ქართული ოცნების ძალიან აქტიური და აგრესიული დეპუტატი, რომელიც ყველაფერზე მზად არის, ოღონდ მისი ძალაუფლება და ქონება შეინარჩუნოს. როგორც ჩანს, ვიქტორ ჯაფარიძეს კორუფციაში მარტო თავისი თავი არ ემეტება და მისი შვილიც უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად გამოჩნდა იმ კორუფციულ სქემებში, რაზეც სხვადასხვა საგამოძიებო მედია ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. კერძოდ საუბარი არის გიორგი ჯაფარიძეზე, ვიქტორ ჯაფარიძის უმცროს შვილზე, რომელიც ფლობს კომპანია Expert House. ამ კომპანიამ 2018 წლიდან დღემდე 10.400.000 ლარის ტენდერები მოიგო. ეხლა რა არის ამ კომპანიის არსი? Expert House-ის ფუნქცია არის ის, რომ როდესაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ტარდება, აი ამ ყველაფრის ხარისხი შეამოწმოს და მისი მონიტორინგი უზრუნველყოს. ამისთვის მას ქირაობენ სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანიზაციები, უფორმებენ მას მილიონობით ლარის ტენდერს და საბოლოო ჯამში ვიღებთ მოცემულობას, რომ როდესაც რომელიმე მუნიციპალიტეტში ან რომელიმე ცენტრალური ორგანოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერს მოიგებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია, აი ვიქტორ ჯაფარიძის შვილის გიორგი ჯაფარიძის კომპანია გვევლინება აი ამ სამუშაოების ხარისხის შემოწმებლად. ეხლა რა ხარისხით ტარდება ეს სამუშაოები და რამდენად ასე ვთქვათ ხარისხიანად სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოში, ამაზე თავად ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის კომენტარი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ დაახლოებით 1 მილიარდი ლარის სამშენებლო პროექტებია ისეთი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც ანუ ხარისხოთ შენდება, ანუ ვადაგადაცილებით სრულდება და მათი ექსპლუატაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ხოლო ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, მაგალითად გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე ჩავარდნილი ხიდის თუ თქვათ რაღაც ვარკეთილის მეტროში ჩამოვარდნილი ჭერის შესახებ, როდესაც შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო აბსოლუტურად უხარისხო. სუბოლოს ამის მაგალითი იყო რამდენიმე კვირის წინ ნავლაბის მეტროში ჩამოსული წვიმა. მეტროსი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ დასრულდა მის რეაბილიტაცია და ამაში დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნა გადახდილი. აი ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ Expert House-მა სწორედ ირაკლი ყობახიძის მმართველობის პერიოდში მოიგო მისი ტენდერების უმეტესობა, უბრალოდ 10 მილიონი ლარიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ მას შემდეგ მოიგო, რაც ირაკლი ყობახიძე გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოგებული 8 ტენდერიდან 5-ში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ხოლო აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი მისი კომპანიისთვის მესტიის მუნიციპალიტეტი იყო. ესე იგი, ის იმ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის ვთქვათ დელეგატი თუ წარსულში მაჟორიტარი დეპუტატი მამამისი ვიქტორ ჯაფარიძე იყო. ხოლო როდესაც ირაკლი ყობახიძე მოგვითხრობს თუ როგორ დაამარცხა კორუფცია და როგორ გაუშვა ციხეში ყოფილი ჩინოვნიკები, ჩვენ უნდა
გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ არ ინტერესდება ის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის საქმიანობით, რატომ არ ინტერესდება ვიქტორ ჯაფარიძის შვილის მოგებული ტენდერებით. ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი ჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორები აი ამ კომპანიაში, კერძოდ კახაბერ გამისონია და მურად ჯობავა ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველებიც არიან. 2014 წლიდან დღემდე მათ დაახლოებით 62,000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას. ანუ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორი ბლეფია რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და როგორ არის ეს ყველაფერი უბრალოდ შიდაკლანური ომის ნაწილი და კორუფცია ისე გრძელდება, როგორც აქამდე იყო, უფრო მეტიც. ირაკლი ყობახიძის პირობებში უფრო მეტი ტენდერი აქვს და უფრო მეტი თანხა აქვს მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგალითად ვიქტორ ჯაფარიძის შვილს, ვიდრე ეს ირაკლი ყობახიძის პრემიერობამდე იყო. ახლა კი მინდა მოგითხროთ ბოლნისელ ფეოდალ ძმებზე, რომან და გიორგი აბრამიშვილებზე. ეს არის ბიზნესმენები, რომლებსაც ფაქტობრივად ბოლნისის ტერიტორიაზე ვერავინ ვერ ახსენებს და ვერავინ ვერ ლაპარაკობს მასზე, იმიტომ რომ კარგად იციან მათი კავშირები ქართულ ოცნებასთან, კარგად იციან თუ რამდენად ღრმად არის შეზრდილი მათი ბიზნესი ქართული ოცნების რეჟიმს და სწორედ მათი ბიზნეს საქმიანობა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ირაკლი ყობახიძის დროს კორუფცია არ აღმოფხვრილა და ზუსტად ისევე გრძელდება ეს მახინჯი კორუფციული პრაქტიკა, როგორც ეს ყობახიძის პრემიერობამდე იყო. რომან და გიორგი აბრამიშვილები ფლობენ არაერთ კომპანიას, თუმცა აქედან ყველაზე აქტუალური სახელმწიფო ტენდერებში არის ჟპს GLK Technology. აი ამ კომპანიას ევალება რაღაც სამშენებლო გზების რეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება და მორგებული პირობებით უკვე 2015 წლიდან დღემდე 58 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო ერთის მხრივ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს მელიორაციის სისტემიდან. ამ ტენდერების უმეტესობაში მათ ან კონკურენტი არ ყავდათ, ან რაღაცა მორგებული პირობებით ხდებოდა დისკვალიფიკაცია მათი კონკურენტების და სულ ბოლო ტენდერი, რომელშიც ამ კომპანიამ უზარმაზარი რაოდენობის რაღაცა თანხა მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩატარდა 2026 წლის aprilში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი დმანიში სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე საგზაო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის სამუშაოების ტენდერი და ამ ტენდერში აბსოლუტურად უკონკურენტოდ გაიმარჯვა აბრამიშვილების კომპანიამ, რომელსაც 12,500,000 ლარი ჩაირიცხება საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. ესე იგი, თურმე არ არსებობს საქართველოში კომპანია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა საგზაო მშენებლობის საკითხში ამ ძმების კომპანიას და აი ისე მოიგო უკონკურენტოდ ამხელა ტენდერი ყობახიძის მმართველობის დროს GLK Technology-მ, რომ ამაზეა კითხვები თურმე არავის არ გასჩენია, არც სუსის ანტიკორუფციულს, არც რაღაცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც აგერ სულ ახლახანს დაიხურა კიდევაც. გარდა ამისა, ძმები აბრამიშვილები ფლობენ დაახლოებით 30-მდე უძრავ ქონებას, მათ შორის ბინებს, მიწის ნაკვეთებს ბოლნისში, დუშეთში, თბილისში, მარნეულში. მათ შორის რომან აბრამიშვილი ფლობს 3 ბინას გაბრიელ სალოსის გამზირზე. მათ მაგალითად თბილისის მერიისგან შეიძინეს წინა წლებში 5600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკმაოდ შეღავათიან ფასად $200 დაუჯდათ 1 კვადრატული მეტრის შეძენა თავისი შენობა ნაგებობებით და ეს ტერიტორიაც მათ გადაეცათ ფაქტობრივად პირად საკუთრებაში. გარდა ამისა, ისინი არიან ქართული ოცნების ძალიან მსხვილი შემომწირველები და სწორედ მათი შემოწირულობის დიდი ნაწილი ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს განხორციელდა. კერძოდ, რომან აბრამიშვილმა ჯამში ქართულ ოცნებას შესწირა 416,000 ლარი ბოლო წლების განმავლობაში, სულ ბოლო შემოწირულობა მან გააკეთა 2026 წლის 10 თებერვალს, როდესაც 60,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, ხოლო ჯამში ირაკლი ყობახიძის მმართველობის დროს 118,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. რაც შეეხება მის ძმას გიორგი აბრამიშვილს, მან ჯამში 418,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, აქედან 120,000 ლარი ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს. ანუ ჯამში ამ ორ ძმას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს დაახლოებით 850,000 ლარი, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ ირაკლი ყობახიძის მმართველობის დროს მოდის. და როგორც ვხედავთ, აი ამ გულუხვის შემოწირულობების სანაცვლოდ მათ სულ ახლახანს თითქმის 13 მილიონ ლარიანი ტენდერიც მოიგეს. აი ეს არის ზუსტად ის კორუფციული პრაქტიკა, რომელიც ირაკლი ყობახიძემდეც არსებობდა და რომელიც ირაკლი ყობახიძის თანახმად თითქოს დამარცხდა და ამოიზრიკვა საქართველოში. თუმცა აი ეს სულ ბოლო თვეების ტენდენცია ზუსტად იმას მიუთითებს, რომ არსად არ წასულა ეს კორუფციული პრაქტიკა და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ისევ ხდება. სხვადასხვა ძმები აბრამიშვილები წარსულში რამდენიმე ისეთ კორუფციულ სქემაში ფიგურირებდნენ, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. მაგალითად 2021 წლის 4 თებერვალს რომან აბრამიშვილმა
თბილისის მერ კახი კალაძისგან 1,547,000 ლარად შეიძინა თბილისში ვაკეში ბინა თავისი 2 საპარკინგე სივრცით და აი ამ ასე თქვათ ტრანზაქციის განხორციელებიდან წელიწადსა და 8 თვეში აი ეს ბინა და 2 ავტოფარეხი რომან აბრამიშვილმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს 552,000 ლარად მიიყიდა. ანუ თითქმის მე-13 ფაში. ანუ ეს ხო აი ძალიან ცალსახა და ცხადი კორუფციული სქემა არის, რომელშიც ჩართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელშიც ჩართული იყო მოქმედი მერი კახი კალაძე და რომელშიც ჩართული იყო ბიზნესმენი რომან აბრამიშვილი. თუმცა ამით გამოძიება არ ინტერესდება და ამაზე თვალები აქვს დახუჭული. იმიტომ რომ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის რეალურად შიდა კლანური ომი, რასაც ყობახიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად გვასაღებს როგორც კორუფციის აღმოფხვრას. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არის აი ამ ძმების ჩართულობით კორუფციული მაგალითი თუ როგორ ისარგებლეს მათ სახელმწიფო ქონებით ისე რომ ფაქტობრივად არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებიათ, არანაირი ასე ვთქვათ სიკეთე არ შეეუფლინათ საზოგადოებისთვის, თუმცა მათი ინვესტიცია, ჩადებული ინვესტიცია 1.10 ამოიღეს. 2017 წლის ნოემბერში რომან აბრამიშვილმა თბილისის მერიისგან დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა ბოგდან ხმელნიცკის გამზირზე. მას ეს ტრანზაქცია 205,000 ლარი დაუჯდა და სამაგიეროდ რაღაცა რამდენიმე 1000 ლარიანი სკვერი ააშენა და რეაბილიტაცია გააკეთა შორიახლო ტერიტორიაზე აი ამ ინვესტიციის სანაცვლოდ. ეს მიწის ნაკვეთი მალევე დაახლოებით 5 თვეში 2018 წლის 8 თებერვალს მან გადასცა მის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ შპს-ს. მეორე დღესვე შეიტანეს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მოთხოვნა იმაზე რომ დაზუსტებული იყო ამ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ასე ვთქვათ კორპუსის ფართობი და მისი მახასიათებლები. აქედან ერთ თვეში ზუსტად თანხმობა მიიღო თბილისის მერიისგან რომან აბრამიშვილმა რომ ამ ტერიტორიაზე აშენებული იყო 8 სართულიანი რაღაცა მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი და ზუსტად აი ამ ნებართვის მიღებიდან 8 თვეში, ანუ 2019 წლის ბოლოს მან ეს მიწის ნაკვეთი მასზე მშენებლობის ნებართვით 350,000 დოლარად მიყიდა შპს აგორას, რომელმაც აქ შესაბამისად ეს კორპუსი ააშენა. ამ 350,000 დოლარის გარდა ამ აშენებულ კორპუსში 300 კვადრატული მეტრი ასე ვთქვათ ბინის ფართობი მიიღო რომან აბრამიშვილმა, რომლის ღირებულება მაშინ 1 კვადრატული მეტრის $500 უდრიდა, ანუ გამოვიდა რომ 205,000 ლარად გაკეთებული ინვესტიცია და თავრობის მიერ ასე ვთქვათ ძალიან შეღავათიან ფასში გადაცემული მიწის ნაკვეთი $500,000 დოლარად გაყიდა აბრამიშვილმა. ხოლო სხვათა შორის 2017 წელს, როდესაც ამავე მიწის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ინვესტორს უნდა რაღაცა ლუდის მაღაზია გაიხსნა, თბილისის მერია მას ვარი განუცხადა ამ პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, როდესაც ეს საქმე შეეხება მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ აბრამიშვილს, მისთვის ყველა კანონი შეიცვალა, ყველა წესი გადაიხედა და 200,000 ლარად მიცემული მიწის ნაკვეთი $500,000 დოლარად ფაქტობრივად გაასხვისა და ამით ნახა რაღაცა უსაზღვრო სარგებელი, ხო? ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ამ ყველაფრის განხორციელების დროს ისევ კახი კალაძე იყო მერი, ყობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერზე რატომღაც თვალი აქვს დახუჭული საგამოძიებო ორგანოებს და ალბათ ყველასთვის ცხადია რატომაც. იმიტომ რომ ეს ხალხი არის ქართული ოცნების ძალიან მსხვილი შემომწირველები და ისევე გრძელდება მათი კორუფციაში ჩართულობა, როგორც ეს ყობახიძის პრემიერ-მინისტრობამდე გრძელდებოდა. კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა შეეხება ერთ-ერთ ცნობილ დეველოპერულ კომპანია Alliance ჯგუფს. ამ კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის მათ ეკუთვნით ისეთი პროექტი, როგორც არის Alliance Highline, რომელიც არის თბილისში ჭავჭავაძის 59 ნომერში მდგარი ეს 3 ცათამჯერი, რომელიც ალბათ ყველა ვიცით და ყველას გვინახავს ერთხელ მაინც. ეს სწორედ აი ამ ჯგუფის მიერ აშენებული დიდი მულტიფუნქციური კომპლექსი არის თბილისში. გარდა ამისა, ამ სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას ეკუთვნის ისეთი პროექტი, როგორც არის Alliance Privilege, რომელიც არის 54 სართულიანი ცათამბჯენი ბათუმში, რომლის პირველ 12 სართულზე არის Marriott-ის სასტუმრო, ასე ვთქვათ, კომპლექსი განლაგებული. მათ ეკუთვნით Alliance Highlands-ი, რომელიც არის აგრეთვე მულტიფუნქციური 3 ცათამბჯენიანი კოშკი, მათ აგრეთვე ეკუთვნით Alliance ცენტროპოლისი, რომელიც არის ბათუმში, მშენებარე 3 ცათამბჯენიანი
ძალიან დიდი მულტიფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნება როგორც ბიზნეს ცენტრები, აგრეთვე საცხოვრებელი აპარტამენტები. ანუ ეს კომპანია არის ძალიან ცნობილი, აშენებს ძალიან ბევრ დეველოპერ პროექტს საქართველოს მასშტაბით და თითქოს ამაში ცუდი რა არის, ხო? რატომაც არა, თუ აშენდება ბევრი მსგავსი პროექტი საქართველოში, თუ ბევრი ინვესტიცია ჩაიდება და ამით ქართველი ხალხი იხეირებს. მაგრამ რეალურად აი ამ მასშტაბური პროექტების უკან დგას ძალიან კონკრეტული კორუფციული სქემა, რა დროსაც ამ კომპანიის მფლობელები, კერძოდ ბესიკ ჟღენტი, თემურ ბიწაძე და ნიკოლოზ თევზაძე არიან ქართული ოცნების უმსხვილესი შემომწირველები და სწორედ აი ამ შემოწირულობების შედეგად ისინი იღებენ მშენებლობის უამრავ ნებართვას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში. მაგალითად, ალიანს ჯგუფთან დაკავშირებულმა ამ სამმა პირმა, ბესიკ ჟღენტმა, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ 2026 წლის 26-30 მარტს ქართულ ოცნებას ჯამში 150,000 ლარი შესწირეს, ანუ სულ რამდენიმე თვის წინ. ხოლო ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს მათ ჯამში აქვთ 475,000 ლარი შეწირული ქართული ოცნებისთვის. ანუ ეს ყობახიძე რო თითქოს ფიქრობს, რომ აღმოიფხვრა ეს პრაქტიკა და მხოლოდ ღარიბაშვილის და წინა პრემიერების დროს ხდებოდა მსგავსი რაღაცა ეგრეთ წოდებული ატკატების სქემა, ეს ყველაფერი ისე გრძელდება და სწორედ ირაკლი ყობახიძის პრემიერობის დროს არის მათი შემოწირულობის დიდი ნაწილი გაკეთებული ქართული ოცნების მიმართ. სხვა შორის ჯამში 2019 წლიდან დღემდე 913,000 ლარი შესწირა ამ სამმა პირმა ქართულ ოცნებას. აი სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი იღებენ აი ამ სამშენებლო ნებართვებს და სულ ბოლოს მათ შორის ყობახიძის გაპრემიერებიდან მალევე 2024 წელს ამ კომპანიამ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე 27,400 კვადრატულ მეტრზე მიიღო სამშენებლო ნებართვა, სადაც ისინი ასევე აშენებენ რაღაც მულტიფუნქციურ სამშენებლო კომპლექსს. და ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად ირაკლი ყობახიძის დროს და ალბათ ეხლა რთული არ არის დავინახოთ, რატომ მიიღეს მათ ეს ნებართვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რატომ მიიღეს ეს ნებართვა თბილისში, ბათუმში, გოდერძის კურორტზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ისინი არიან ქართული ოცნების ასე ვთქვათ, მკვლევავები და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აცოცხლებენ ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას, მათი მსხვილი შემოწირულობებით და ეს ყველაფერი სწორედ ირაკლი ყობახიძის დროს ხდება ჩვენს თვალწინ და ჩვენს თვალსა და ხელშუა. აი ეს არის ირაკლი ყობახიძის დროს დამარცხებული კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც როგორც ხედავთ, გაიზარდა მასშტაბები ყობახიძის დროს და არა პირიქით შემცირდა. სულ ბოლო შემთხვევა, რომელზეც ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კორუფციულად გაითლანგა ასეულობით მილიონი ლარი, შეეხება ეგრეთ წოდებულ სოციალურად დაუცველი დასაქმების სახელმწიფო პროგრამას. ეს სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს დაინიცირდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ამ პროგრამის მიზანი იყო ის, რომ თურმე სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეძლებოდათ დასაქმება სხვადასხვა სექტორში, რაღაცა გაზრდილი იყო და განვითარებული იყო მათი შრომითი უნარები და საბოლოო ჯამში მათ თავი დაეღწიათ სიღარიბისგან. 2022 წლიდან 2026 წლის ჩათვლით ამ პროექტისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჯამში დასაქმებული იყო 39,000 ადამიანი, სოციალურად დაუცველი. მათი ხელფასი იყო მაქსიმუმ 300 ლარი და არასოდეს უფრო მეტი, ანუ ფაქტობრივად ეს ხელფასიც კი არ იყო და ისინი იყვნენ დასაქმებული ისეთ სამუშაოებზე, როგორც არის სასაფლაოს მომვლელი, დამლაგებელი, აუზის დამლაგებელი, რაღაცა სკოლის დარაჯი და ასე შემდეგ, ანუ ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საჭირო არც იყო და გაბერილი იყო შტატები. ირაკლი ყობახიძემ ძალიან ამაყად განგვიცხადა, რომ ეს სამუშაო ადგილები, რომელიც იყო შექმნილი ამ პროგრამის მიერ და საუბარია 29,000 ადგილზე, რომელიც სულ ბოლოს უკვე ეკავა აი ამ სოციალურ დაუცველებს 2026 წლის მდგომარეობით, თუმცა ეს იყო ფიქტიური სამუშაო ადგილები, ისინი ვერ ქმნიდნენ ვერანაირ დოლარს ეკონომიკაში, მათ არ ქონდათ არანაირი გავლენა ამ ხალხის სიღარიბიდან ამოყვანაში და ეს იყო ფაქტობრივად, აი ეს იყო დადასტურებულად ქართული ოცნების პარტიული მიზნებისთვის შექმნილი პროგრამა, რა დროსაც როგორც ხედავთ 30,000-ზე მეტ ადამიანზე მათ გაუჩნდათ ზეგავლენის ბერკეტი და ეს ადამიანები საარჩევნოდ გამოიყენეს აქტიურად, დაატერორეს და ხმა მიაცემინეს ქართული ოცნებისთვის. სხვადასხვა სწორედ ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს არის აი ამ 400 მილიონი ლარიდან 250 მილიონი ლარი დახარჯული. ანუ ყველაზე დიდი როცა იყო აი ამ პროგრამის ბიუჯეტი, მაშინ იყო ირაკლი ყობახიძე პრემიერ-მინისტრი. მაგალითად 2024 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი იყო 109 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წელს 113 მილიონი ლარი.
ესე იგი, ყველაზე მეტი თანხა სწორედ მაშინ იხარჯებოდა ამ ფიქტიური დასაქმების პროგრამისთვის, როდესაც ირაკლი კობახიძე იყო პრემიერ-მინისტრი. თუმცა ამაზე მანამდე არ უსაუბრია, იმიტომ რომ არჩევნები იყო 2024 წელს, არჩევნები იყო 2025 წელს, მათ ჭირდებოდათ აი ამ სახელმწიფო ფულის დახარჯვა მათი პარტიული ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ 400 მილიონი ლარი ისე, ასე ვთქვათ, წაიღო წყალმა, რომ ამ 10,000-ობით ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული დასაქმდა და ისიც ძირითადად სახელმწიფო უწყებებში, სიპებში და აიპებში, სადაც ისედაც გაბერილი შტატებია და ისედაც კორუფციით არის სავსე იქაურობა. ანუ ეს პროგრამა იყო აი ამ კორუფციული სქემის კაფიო განსახიერება, რომლის თანამონაწილე და ერთ-ერთი თანაავტორი იყო ირაკლი კობახიძე და ეხლა გამოდის და ბრიფინგზე ძალიან ამაყად გვიყვება, რომ თურმე კორუფცია დაამარცხა და თურმე მის დროს კორუფცია აღმოიფხვრა ამ ქვეყანაში. არა და მის დროს დაიხარჯა ყველაზე მეტი თანხა ამ პროგრამაში და მის დროს გადაიყარა წყალში თითქმის 250 მილიონი ლარი. ახლა კი მინდა მოგითხრათ ერთ ოდიოზურ კორუმპირებულ ჩინოვნიკზე, ხარაგაულის მოქმედ მერზე და ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატზე, კობა ლურსმანაშვილზე, რომელიც არაერთხელ იქნა მხილებული კორუფციაში ჩართულობის გამო, თუმცა კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს ის ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი და არც ერთჯერ არ დაინტერესებულა საგამოძიებო უწყებები მის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულებით. კობა ლურსმანაშვილი 2013 წლიდან 2016 წლამდე იყო პირველი ვადით ხარაგაულის გამგებელი. აი ამ პერიოდის განმავლობაში მის დროს აშენდა 450,000 ლარად ხარაგაულის ამფითეატრი, რომელშიც ერთი ღონისძიებაც კი არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ მისი წინა საარჩევნო შეხვედრა 2016 წლის ივნისის თვეში, როდესაც ის ხარაგაულის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და ისე დაინგრა ეს შენობა და ისე გაიფლანგა ამაში 450,000 ლარი, რომ ამაზე პასუხი არავის არ უგია. ამით არცჯერ არ დაინტერესებულა საგამოძიებო ორგანოები და ცხოვრება ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარა. 2016 წლიდან 2020 წლამდე კობა ლურსმანაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მათ შორის მის სახელს უკავშირდება პროპორციული სისტემის ჩაგდება და ის იყო ერთ-ერთი აჯანყებული დეპუტატი 2019 წლის ნოემბერში, ხო 2020 წელს ის შვალედური არჩევნების შედეგად კვლავ გახდა ხარაგაულის მერი. 2021 წელს ისევ არჩევნები იყო ხარაგაულში და მთელ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები, რადგანაც ის კვლავ იყრიდა კენჭს ხარაგაულის მერობაზე. აი მისი მერობის პერიოდში 2021 წლის მაისიდან ივნისისთვის ჩათვლით კობა ლურსმანაშვილმა პირადად გაუფორმა 11 გამარტივებული შესყიდვა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 400,000 ლარის ოდენობით. ყველა ეს შესყიდვა ეხებოდა რაღაც სკვერის მოწყობას, გზების მოხრეშვას და მსგავს რეაბილიტაციო სამუშაოებს. 11 პირი, ვისთანაც გაფორმდა აი ეს ხელშეკრულებები იყო ან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები საკრებულოში, ან იყვნენ ქართული ოცნების და მაშინ უკვე კობა ლურსმანაშვილის შტაბის კოორდინატორები სხვადასხვა სოფელში და ეს ხალხი იყო ჩართული აი ამ ლურსმანაშვილის საარჩევნო კამპანიაში და 400,000 ლარით ფაქტობრივად დაფინანსდა აი ამ ადამიანების პარტიული მსახურება. ის 2021 წელს გახდა კვლავ მერი ხარაგაულის, რადგანაც გამოქვეყნდა კიდევ ერთი ახალი კვლევა, რადგანაც გაირკვა, რომ 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მისმა ნათესავებმა, მათ შორის მისმა ძმამ ზურაბ ლურსმანაშვილმა ჯამში 140,000 ლარის გამარტივებული შესყიდვები და ტენდერები მოიგეს ხარაგაულის მერიისგან. მათ შორის ყველაზე მეტი 70,000 ლარის ოდენობით მის ძმას ჰქონდა მოგებული ტენდერები ზურაბ ლურსმანაშვილს, რომელიც რაღაც სხვადასხვა რეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. 2021 წელს მაშინ რაც კობა ლურსმანაშვილს გაუსკდა მისი ძმის კორუფციაში ჩართულობის სკანდალი, ზურაბ ლურსმანაშვილმა შეწყვიტა ტენდერებში მონაწილეობა. სამაგეროდ კობა ლურსმანაშვილის ძმამ ზურაბ ლურსმანაშვილმა ინდმეწარმეთ გააფორმა მისი ავტომომსახურების ცენტრის თანამშრომელი პეტრე ავალიშვილი, რომელმაც 2021-2023 წლებში 350,000 ლარი მიიღო ხარაგაულის მერიისგან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების სახით. არსებობს უამრავი ინფორმაცია იმისა, თუ პეტრე ავალიშვილის მოგებულ ტენდერს როგორ კურირებდა და როგორ მეთვალყურეობდა კობა ლურსმანაშვილის ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი. ის იყო უბრალოდ ფიქტიური მიმწოდებელი აი ამ ტენდერის თანახმად და ისევ ზურაბ ლურსმანაშვილი აგზელებდა ხარაგაულის მერიისგან ტენდერების მიღებას. ანუ რა გამოვიდა რომ 2021-2025 წლებში, როდესაც ხარაგაულის მერი იყო კობა ლურსმანაშვილი, მისმა ძმამ კიდევ 350,000 ლარი მიიღო ხარაგაულის მერიისგან აი ამ კორუფციული სქემის მეშვეობით, რომელშიც ფიგურირებდა პეტრე ავალიშვილი, ზურაბ ლურსმანაშვილის ავტომომსახურების ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 2025 წელს კობა ლურსმანაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ხარაგაულის მერი.
და 2025 წელს ირაკლი ყობახიძე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე და სწორედ მან წარადგინა ყობალ უშმანიშვილი ხელმეორედ ხარაგაულის მერად. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებლად წარმოადგენს 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ხარაგაულში ყობალ უშმანაშვილი. მე მაინტერესებს თუ მართლა კორუფციასთან ბრძოლა არის და თუ მართლა კორუფციის აღმოფხვრა არის, როგორ მოხდა ის, რომ არცერთჯერ არ დაინტერესდა ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს საგამოძიებო უწყებები აი ამ ძმებილ უშმანაშვილების კორუფციული სქემებით და როგორ მოხდა ის, რომ 2025 წელს ის ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი და აგრძელებს დღემდე აი ამ კორუფციულ სქემებში ჩართულობას. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის და დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უბრალოდ ბუტაფორია არის, ეს ყობახიძე ლაპარაკობს, ისიც უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით ყობალ უშმანიშვილი არის ირაკლი ყობახიძის მამის მეგობარი და ძველი თანამებრძოლი 90-იანი წლებიდან, როდესაც ისინი თანაპარტიელებიც ყოფილან 90-იან წლებში. ეს სავარაუდო კავშირები, რომელიც არსებობს ყობახიძის ოჯახსა და ყობალ უშმანაშვილის შორის, ალბათ არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატო დახუჭა თვალი ყობალ უშმანაშვილის მასობრივ კორუფციაზე ირაკლი ყობახიძის მთავრობამ და მისმა ადმინისტრაციამ. როგორც ზემოთ ჩამოთვლილმა მაგალითებმა ცხადყო, საქართველოში კორუფცია არ აღმოფხვრილა, ირაკლი ყობახიძის კორუფცია არ დაუმარცხებია და ვერც დაამარცხებს, იმიტომ რომ ის თავად არის იმ კორუფციული სისტემის პინფშო და ერთ-ერთი შემოქმედი, რომელსაც განასახიერებს ქართული ოცნება და რომელიც გამოც ისინი ძალაუფლებას ესე ებღაუჭებიან, რასაც ვხედავთ ყველა დარბეული აქციებიდან დაწყებული საერთაშორისო იზოლაციით დამთავრებული. საქართველოში კორუფცია აუცილებლად აღმოიფხვრება და ეს არ არის გადაულახავი და დაუმარცხებელი პრობლემა, ამას ჭირდება სინდისიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ექნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს კორუფციული სისტემა დაანგრიოს და შეცვალოს და ჩაანაცვლოს ის ხალხზე ბზრუნველი ანგარიშვალდებული სისტემით, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ის არ არის შესაძლებელი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. მადლობა რომ გვიყურებთ, მე ვარ კორუფციის მდევარი, ეს არის პლატფორმა უმრავლესობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ჩვენი კონტენტი და აუცილებლად გვისმინეთ, სადაც თქვენ გაიგებთ საქართველოს უმრავლესობის წუხილებს, საქართველოს უმრავლესობის ხმას და იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოს უმრავლესობას აწუხებს.